როდესაც თბილისის სახელმწიფო არქივის თანამშრომლებმა 1992 წელს გახსნეს ძველი ხის ყუთი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მტვრით იყო დაფარული, მათ შიგნით აღმოაჩინეს ასობით წერილი, რომლებიც ყვითელ ქაღალდზე იყო დაწერილი და ყველა ერთი ხელით, დედის ხელით. ყოველ კონვერტზე ერთი და იგივე მისამართი იყო გამეორებული: საბჭოთა კავშირი, სიბირი, შრომითი ბანაკი ნომერი 35, მერაბ კოსტავას. ეს წერილები არ იყო ჩვეულებრივი დედის მიმოწერა, ისინი იყო დოკუმენტი იმ საიდუმლო ტკივილისა, რომელიც მთელმა ქართველმა ერმა არ იცოდა. პირველივე წერილში, რომელიც 1946 წლის თებერვალშია დათარიღებული, ოლია დემურია წერდა: ციმბირში ჩვენთან ვარ, შვილო, და ღმერთმა იცის, რომ შენი დედა არასოდეს არ მიგატოვებს. მაგრამ რატომ დამალეს ეს წერილები 30 წლის განმავლობაში? ვინ გადაწყვიტა, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, რა ფასი გადაიხადა ერთმა უბრალო დედამ თავისი შვილის სიყვარულისთვის? რა იყო იმ წერილებში ისეთი საშიში, რომ ოფიციალურმა ისტორიამ მათი არსებობა საერთოდ უარყო? და ყველაზე მთავარი, თუ ეს წერილები მართლა ასე უდანაშაულო იყო, მაშინ რატომ ინახებოდა ისინი საიდუმლო არქივში, სადაც მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეიძლებოდა შესვლა? არქივის დირექტორმა, რომელმაც პირველმა წაიკითხა ეს წერილები, მოგვიანებით აღიარა, რომ ვერ შეუძლია აღწეროს ის გრძნობა, რომელიც მას დაეუფლა. ეს იყო ნაზავი სირცხვილისა და შიშისა, რადგან ყოველი სტრიქონი ამხელდა იმ სისტემის სიმძიმეს, რომელიც ადამიანს არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ნომერს უყურებდა. ოლია დემურია, უბრალო ქართველი ქალი ქვემო ქართლიდან, რომელმაც არასოდეს არ იცოდა წერა-კითხვა სრულყოფილად, წერდა ამ წერილებს ყოველ კვირას, ხშირად ღამის 2-3 საათზე, როცა სოფელი იძინებდა და მხოლოდ ნავთის ლამპის შუქი ანათებდა მის ხელებს, რომლებიც წრწოდა დაღლილობისგან და ტკივილისგან. მან არასოდეს გამოტოვა არც ერთი კვირა, არც მაშინ, როცა ავად იყო, არც მაშინ, როცა სოფელში ყინვა იყო და მერე ცხელება, არც მაშინ, როცა მეზობლები ეუბნებოდნენ, რომ უაზროა, რადგან შვილი არასოდეს დაბრუნდება. მაგრამ ოლია არ ისმენდა, ის წერდა, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა, რომ შვილთან ყოფილიყო, ერთადერთი ძაფი, რომელიც აკავშირებდა მას იმ ადამიანთან, რომელსაც ის 19 წლის განმავლობაში არ ენახა. მერაბ კოსტავა, ეს სახელი დღეს ყველა ქართველისთვის წმინდა, სიმბოლოა თავისუფლების ბრძოლისა და ეროვნული ღირსებისა. მაგრამ 1946 წელს, როცა მას დააპატიმრეს, ის იყო მხოლოდ 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სჯეროდა, რომ სიმართლე უფრო ძლიერია ტყუილზე. მისი დანაშაული? მან დაწერა სტატია, სადაც აღწერდა რეალურ მდგომარეობას საქართველოში, როგორ ანადგურებდნენ ქართულ ენას, როგორ კრძალავდნენ ეროვნულ ტრადიციებს, როგორ აძევებდნენ ადამიანებს მშობლიური მიწიდან. ეს სტატია გამოქვეყნდა მიწისქვეშა გამოცემაში, რომელსაც ეწოდებოდა ქართული ხმა, და სწორედ ამ სტატიამ მიიპყრო კგბ-ს ყურადღება. დაკავება მოხდა ღამის 2 საათზე, ოლია დემურია გაიღვიძა კარში ხმაურით და დაინახა, როგორ მიჰყავდათ მის შვილს ხელებში ბორკილებით. მერაბმა მხოლოდ ერთი რამ მოასწრო დედისთვის თქმა: დედა, ნუ ტირი, მე მალე დავბრუნდები. მაგრამ ეს მალე გაგრძელდა 17 წელი, 7 წელი სიბირის შრომით ბანაკში და კიდევ 10 წელი, როცა მას უფლება არ ჰქონდა დაბრუნებულიყო საქართველოში. ოლია დემურიას ცხოვრება იმ ღამის შემდეგ გაკინულ იქნა, ის აღარ იცოდა როგორ ეცხოვრა, როგორ ეგრძნო, როგორ ესუნთქა. მეზობლები ამბობდნენ, რომ მან პირველი 2 კვირა საერთოდ არ ისაუბრა, მხოლოდ იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა გზას, თითქოს ელოდა, რომ შვილი უეცრად გამოჩნდებოდა. მაგრამ გზა ცარიელი იყო და ოლიამ გაიგო, რომ თუ არ დაიწყებდა რაღაცის კეთებას, გაგიჟდებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო წერილების წერა, ეს იყო მისი გადარჩენის გზა, მისი ლოცვა, მისი ბრძოლა იმ სისტემასთან, რომელმაც წაართვა შვილი. პირველი წერილი იყო მოკლე, მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი: შვილო ჩემო, მე ვარ შენი დედა და მინდა იცოდე, რომ მე ყოველდღე ვფიქრობ შენზე. ნუ შეგეშინდება, ღმერთი ჩვენთან არის. მაგრამ თითოეული მომდევნო წერილი უფრო გრძელი ხდებოდა, უფრო დეტალური, უფრო ინტიმური. ოლია უყვებოდა მერაბს სოფლის ცხოვრებას, როგორ იზრდებოდა ხეები, რომლებიც მან დარგო, როგორ იცვლებოდა სეზონები, როგორ ელოდნენ მეზობლები მის დაბრუნებას. მაგრამ ყველაზე მთავარი, ის ყოველთვის ამთავრებდა წერილს ერთი და იმავე ფრაზით: ციმბირში ჩვენთან ვარ, შვილო, და შენი დედა ყოველთვის შენთანაა. მაგრამ რა ხდებოდა იმ წერილებთან, რომლებსაც ოლია აგზავნიდა? ისინი მართლა აღწევდნენ მერაბს სიბირში, თუ ისინი იკარგებოდნენ გზაში, ან რაც უარესია, ვიღაც აგზავნიდა მათ სხვა მისამართზე. და რატომ, როცა მერაბი საბოლოოდ დაბრუნდა 1973 წელს, მასთან ჰქონდა მხოლოდ 30 წერილი იმ ასობიდან, რომლებიც დედამ გაუგზავნა? სად გაქრა დანარჩენი? ვინ გადაწყვიტა, რომ ეს წერილები არ უნდა მიეღწია ადრესატისთვის? და ყველაზე საშინელი კითხვა: რამდენი სხვა დედა იყო საქართველოში, რომლებიც წერდნენ წერილებს თავიანთ შვილებს, მაგრამ ეს წერილები არასოდეს არ მიუღიათ?
მე ვხედავდი, როგორ კითხულობდა იმ წერილებს და ყოველჯერზე ტიროდა, ამბობს გიორგი მესხიშვილი, რომელიც იყო მერაბ კოსტავას ბანაკის მეგობარი სიბირში და რომელმაც 50 წლის განმავლობაში არ ისაუბრა ამ ამბავზე, რადგან ეშინოდა. გიორგი, რომელიც დღეს 90 წლისაა და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, პირველად ეთანხმება კამერის წინ ჩაწერას და მოგვითხრობს იმას, რაც მან დაინახა იმ საშინელ წლებში, როცა ისინი ერთად იყვნენ ბანაკში. მერაბი იყო განსაკუთრებული ადამიანი, ის არასოდეს არ ჩივოდა, არასოდეს არ ტიროდა ხმამაღლა, მაგრამ როცა მიიღებდა დედის წერილს, ის მიდიოდა კუთხეში, სადაც არავინ ხედავდა და კითხულობდა მას 10-ჯერ, 20-ჯერ, ხანდახან მთელი ღამის განმავლობაში. გიორგი იხსენებს, როგორ მერაბი ინახავდა იმ წერილებს, ის ჰქონდა სპეციალური პატარა ტომარა, რომელიც დამზადებული იყო ძველი ტილოსგან და რომელშიც ის აწყობდა ყველა წერილს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ის ამბობდა, რომ ეს წერილები არის მისი ერთადერთი კავშირი რეალურ სამყაროსთან, ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს ოჯახი, აქვს სახლი, აქვს ადგილი, სადაც ელიან. მაგრამ გიორგი ასევე იხსენებს რაღაც უცნაურს, ის ამბობს, რომ არ იყო ყველა წერილი, რომელიც მერაბს მიუღია. ერთხელ ეს იყო 1958 წლის ზამთარი, მერაბმა მითხრა, რომ დედა წერდა ყოველ კვირას, მაგრამ მას მიუღია მხოლოდ ერთი წერილი 2 თვის განმავლობაში. ის იყო დარწმუნებული, რომ დანარჩენი წერილები ვიღაცამ დააკავა, ან განადგურა. ვინ იყო ეს ვიღაც? რატომ არ სურდა, რომ მერაბს მიეღო დედის წერილები? და რა იყო იმ წერილებში, რაც ასე საშიში იყო ხელისუფლებისთვის? გიორგი მესხიშვილი ასევე იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება. ეს იყო 1959 წლის გაზაფხული, როცა მერაბმა მიიღო წერილი, რომელშიც დედა წერდა, რომ ავადიყო და ექიმებმა უთხრეს, რომ მას სერიოზული პრობლემა ჰქონდა გულთან. მერაბმა წაიკითხა ეს წერილი და პირველად დაინახე, როგორ ატირდა ხმამაღლა, ის ტიროდა და იმეორებდა, მე უნდა წავიდე, მე უნდა ვიყო მასთან, ის მარტოა. მან სცადა, რომ მიეწერა ბანაკის უფროსისთვის და ეთხოვა, რომ გაეშვათ სახლში მაინც ერთი კვირით, მაგრამ უარი მიიღო. გიორგი ამბობს, რომ იმ დღის შემდეგ მერაბი შეიცვალა, ის გახდა უფრო ჩაკეტილი, უფრო მუნჯი, თითქოს რაღაც მასში გატყდა. ის იწყებდა ლაპარაკს თავის თავთან, ის ამბობდა, რატომ მე? რატომ უნდა ვიყო აქ, როცა ჩემი დედა იქ კვდება მარტო და მე არ ვიცოდი, რა მეთქვა მისთვის, რადგან მეც იგივე კითხვა მქონდა, რატომ ვიყავით ჩვენ იქ, რა იყო ჩვენი დანაშაული, მაგრამ ოლია დემურია არ მოკვდა, ის გადარჩა. და როცა მერაბმა შემდეგი წერილი მიიღო, დედა წერდა, შვილო, ნუ ინერვიულებ, მე კარგად ვარ, ღმერთმა გადამარჩინა, რადგან მან იცის, რომ მე უნდა ველოდო შენს დაბრუნებას. გიორგი იხსენებს, რომ მერაბმა ეს წერილი წაიკითხა და თქვა, ხედავ? ჩემი დედა უფრო ძლიერია ყველა ამ სისტემაზე, ყველა ამ ბანაკზე, ყველა ამ ტირანებზე. ის არ მოკვდება, სანამ მე არ დავბრუნდები. და ეს იყო სიმართლე, ოლია დემურია იცოცხლა კიდევ 41 წელი, მაგრამ ყოველი ეს წელი იყო მხოლოდ ლოდინი, მხოლოდ იმედი, მხოლოდ ლოცვა იმისთვის, რომ შვილი დაბრუნდეს. მაგრამ გიორგი მესხიშვილი ასევე ამბობს რაღაც სხვას, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ის ამბობს, რომ ბანაკში იყო ადამიანი, რომელიც სპეციალურად აკონტროლებდა მერაბს, ეს იყო ზედამხედველი, რომელსაც ეძახდნენ კაპიტანი. კაპიტანი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ღიმოდა, არასოდეს არ საუბრობდა ზედმეტს, მაგრამ ყოველთვის იყო იქ, სადაც მერაბი იყო. ის აკვირდებოდა მას, ისმენდა მის საუბრებს, კითხულობდა მის წერილებს, დიახ, ის კითხულობდა წერილებს, სანამ მერაბს მიაწოდებდა მათ. გიორგი ამბობს, რომ ერთხელ მან დაინახა, როგორ კითხულობდა კაპიტანი ოლიას წერილს და როგორ გაიღიმა. ეს იყო ცივი, ბოროტი ღიმილი, თითქოს ის სიამოვნებდა იმით, რომ ხედავდა სხვის იტკივილს. მე მესმოდა, როგორ ამბობდა კაპიტანი თავის კოლეგებთან, ეს ბიჭი არასოდეს არ გატყდება, რადგან მას აქვს დედა, რომელიც წერს მას წერილებს. მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ დღეს ეს წერილები შეწყდება და მე მაშინ გავიფიქრე, ნუ თუ ისინი გეგმავდნენ რაღაცას, ეს კითხვა რჩება უპასუხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მერაბ კოსტავამ არასოდეს არ მიიღო ყველა წერილი, რომელიც დედამ გაუგზავნა. როცა ის დაბრუნდა საქართველოში 1973 წელს, მას ჰქონდა მხოლოდ 30 წერილი, 30 წერილი 7 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ის იღებდა დაახლოებით 4 წერილს წელიწადში. მაგრამ ოლია წერდა ყოველ კვირას, რაც ნიშნავს, რომ ის უნდა გაეგზავნა დაახლოებით 350 წერილი. სად არის დანარჩენი 320 წერილი? ვინ დააკავა ისინი? ვინ წაიკითხა ისინი? და ყველაზე მთავარი, რა იყო იმ წერილებში, რაც არ უნდა წაიკითხა მერაბისთვის? 1958 წლის ოქტომბერში 3 თვით ადრე, ვიდრე მერაბ კოსტავას გაათავისუფლებდნენ ბანაკიდან, ოლია დემურიას სახლში მოვიდა უცნობი კაცი.
მეზობლები, რომლებმაც დაინახეს ეს კაცი, ამბობენ, რომ ის იყო მაღალი, ფართომხრებიანი, ჩაცმული შავ ქურთუკში და ქუდში, რომელიც ფარავდა მის სახეს. ის მოვიდა საღამოს, როცა სოფელი უკვე ჩაძინებული იყო და დააკაკუნა ოლიას კარზე. ოლია გახსნა კარი და უცნობმა უთხრა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია მერაბის შესახებ. დედა ოლია, მე მოვედი, რომ გითხრათ, რომ თქვენი შვილი მალე გათავისუფლდება, მაგრამ არის ერთი პირობა, ამბობს მეზობელი ნინო ჯავახიშვილი, რომელმაც მოისმინა ეს საუბარი ფანჯრიდან, რადგან ის ცხოვრობდა გვერდით და ეშინოდა, რომ ოლიას რაღაც არ მოუვიდა. უცნობმა უთხრა ოლიას, რომ მერაბი გათავისუფლდება, მაგრამ მას არ ექნება უფლება დაბრუნდეს საქართველოში, ის უნდა დარჩეს რუსეთში, სადმე შორს, სადაც ის ვერ იქნება საფრთხე სახელმწიფოსთვის. და თუ ოლია დაეთანხმება ამას, თუ ის არ გააპროტესტებს, მაშინ მერაბი იქნება თავისუფალი. მაგრამ თუ ის დაიწყებს ბრძოლას, თუ ის დაიწყებს წერილების წერას ხელისუფლებისთვის, მაშინ მერაბს დაუმატებენ კიდევ 5 წელს. ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ ოლია იმ ღამეს არ დაძინებულა, ის იჯდა ფანჯარასთან და ტიროდა და ნინომ მოისმინა, როგორ ლოცულობდა ის, ღმერთო, რა ვქნაა. თუ დავთანხმდებით, ჩემი შვილი იქნება თავისუფალი, მაგრამ მე ვერასოდეს ვნახავ მას. თუ არ დავთანხმდები, ის დარჩება იქ კიდევ 5 წელი და მე არ ვიცი, გაუძლებს თუ არა. ნინო ამბობს, რომ მან სცადა, რომ შესულიყო და ელაპარაკა ოლიასთვის, მაგრამ ოლიამ არ გახსნა კარი, ის იყო ჩაკეტილი თავის ტკივილში, თავის გადაწყვეტილებაში, თავის ლოცვაში. მაგრამ მეორე დღეს დილით, როცა ნინო გავიდა ეზოში, დაინახა ოლია, რომელიც იჯდა ეზოში და წერდა წერილს. მე მივედი და ვკითხე, დედა ოლია, რას წერ და მან მითხრა, მე ვწერ წერილს ჩემს შვილს და ვეუბნები, რომ მე არასოდეს არ დავთანხმდები, რომ ის დარჩეს რუსეთში. ის უნდა დაბრუნდეს სახლში, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში და თუ ამისთვის მან უნდა დარჩეს ბანაკში კიდევ 5 წელი, მაშინ მე ველოდები 5 წელს. მაგრამ მე არ მივატოვებ ჩემს შვილს იქ, სადაც ის არ არის თავისუფალი. ეს წერილი, რომელიც ოლიამ გაუგზავნა მერაბს, არასოდეს არ მიუღია მას. ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ ოლიამ წაიღო ეს წერილი სოფლის საფოსტო განყოფილებაში და გადასცა საფოსტო მოხელეს, მაგრამ 2 კვირის შემდეგ, როცა ოლია დაბრუნდა და ჰკითხა, გაგზავნილა თუ არა წერილი, საფოსტო მოხელემ უთხრა, რომ წერილი დაიკარგა. როგორ შეიძლება დაიკარგოს წერილი საფოსტო განყოფილებაში? ჰკითხა ოლიამ, მაგრამ საფოსტო მოხელემ მხოლოდ გაიღიმა და უთხრა, დედა ოლია, ზოგჯერ წერილები იკარგება, ეს ხდება. მაგრამ ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ მან იცოდა სიმართლე, ის წერილი არ დაიკარგა, ის განადგურდა, რადგან ვიღაცამ არ სურდა, რომ მერაბს მიეღო ეს წერილი, ვიღაცამ არ სურდა, რომ მერაბს ჰქონოდა არჩევანი. მაგრამ ვინ იყო ეს უცნობი კაცი, რომელიც მოვიდა ოლიას სახლში იმ ღამეს? რატომ სურდა მას, რომ მერაბი დარჩენილიყო რუსეთში? და ყველაზე მთავარი, რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი, რომ მერაბი არ დაბრუნებულიყო საქართველოში? რა იყო იმ ინფორმაციაში, რომელიც მერაბს ჰქონდა, რაც ასე საშიში იყო ხელისუფლებისთვის? ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ მან მოგვიანებით გაიგო, რომ ეს უცნობი კაცი იყო კგბ-ს თანამშრომელი, რომელიც სპეციალურად იყო გამოგზავნილი, რომ დაეშინებინა ოლია და აეძულებინა ის, რომ დაეთანხმა იმ პირობებს, რომლებიც მათ სურდათ. მაგრამ ოლია არ დაშინდა, ის იყო ქალი, რომელიც არაფერს არ ეშინოდა, რადგან მას ჰქონდა რწმენა, ჰქონდა სიყვარული, ჰქონდა იმედი. და ეს იყო ის, რაც მათ ვერ გაანადგურეს. მერაბ კოსტავა გათავისუფლდა 1959 წლის იანვარში, მაგრამ მას არ მისცეს უფლება დაბრუნებულიყო საქართველოში, ის უნდა დარჩენილიყო რუსეთში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, სადაც მას უნდა ეცხოვრა და ემუშავა. მაგრამ მერაბმა არ დაიცვა ეს წესი, ის გაიქცა ვორონეჟიდან და უკანონოდ დაბრუნდა საქართველოში 1959 წლის მარტში. როცა ის მივიდა სახლში, ოლია იჯდა ეზოში და წერდა კიდევ ერთ წერილს, ის არ იცოდა, რომ მერაბი უკვე გზაში იყო, ის არ იცოდა, რომ მისი ლოდინი დასრულდა. როცა მერაბმა დაინახა დედა, ის გაჩერდა და ვერ გაბედა, რომ მიახლოებინა, ის ხედავდა, როგორ შეიცვალა ოლია, როგორ დაბერდა ის, როგორ გახდა ის ჩრდილი იმ ქალისა, რომელიც ის იხსენებდა. მაგრამ როცა ოლიამ აიხედა და დაინახა შვილი, მან მხოლოდ ერთი რამ თქვა, შვილო, მე ვიცოდი, რომ შენ დაბრუნდებოდი. მე ყოველთვის ვიცოდი. მაგრამ ეს დაბრუნება არ იყო ბედნიერი დასასრული, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ახალი ბრძოლისა, ახალი ტკივილისა, ახალი ლოდინისა. რადგან მერაბ კოსტავას არ მისცეს უფლება ეცხოვრა თბილისში, მას უნდა ეცხოვრა სოფელში, მას არ ჰქონდა უფლება ემუშავა, მას არ ჰქონდა უფლება გამოქვეყნებულიყო. ის იყო თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ის იყო პატიმარი სისტემისა, რომელიც არ აპატიებდა მათ, ვინც ბედავდა სიმართლის თქმას. და ოლია დემურია კვლავ წერდა წერილებს, მაგრამ ახლა ის წერდა არა მერაბს, არამედ ხელისუფლებას, ის წერდა იმ ადამიანებს, რომლებმაც წაართვეს მის შვილს ცხოვრება, წაართვეს მას მომავალი, წაართვეს მას ღირსება.
მაგრამ ეს წერილები, ისევე როგორც ის წერილები, რომლებიც ისწერდა სიბირში, არასოდეს არ მიიღეს პასუხი. რატომ? რადგან სისტემა არ პასუხობს, ის მხოლოდ ანადგურებს. და ახლა როცა ჩვენ ვკითხულობთ იმ წერილებს, რომლებიც ოლია დე მურიამ დაწერა, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ დედის სიყვარულს, არამედ ერთიერის ტკივილს, ერთიერის ბრძოლას, ერთიერის იმედს. ეს წერილები არის დოკუმენტი იმ დროისა, როცა ადამიანები იყვნენ ნომრები, როცა სიყვარული იყო დანაშაული, როცა სიმართლე იყო სასჯელი. მაგრამ ეს წერილები ასევე არის დოკუმენტი იმისა, რომ არაფერი, არც ბანაკი, არც სისტემა, არც ტირანია ვერ გაანადგურებს დედის სიყვარულს, ვერ გაანადგურებს იმედს, ვერ გაანადგურებს რწმენას. და ეს არის ის, რაც ოლია დე მურიამ დატოვა ჩვენთვის, არა მხოლოდ წერილები, არამედ გაკვეთილი იმისა, რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, ყოველთვის გადარჩება, ყოველთვის იქნება ძლიერი ყველა ბოროტებაზე. როცა მერაბ კოსტავა დაბრუნდა საქართველოში 1959 წლის მარტში, მას ჯიბეში ჰქონდა დოკუმენტი, რომელსაც ის უწოდებდა ჩემი მეორე განაჩენი. ეს იყო ოფიციალური ქაღალდი, ორგვერდზე დაბეჭდილი წვრილი შრიფტით, სადაც დეტალურად იყო ჩამოთვლილი ყველა შეზღუდვა, რომელიც მას ეკისრებოდა როგორც პოლიტიკურად არასანდო ელემენტს. მე-12 პუნქტი ამბობდა, აკრძალულია ცხოვრება ქალაქ თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში. მე-14 პუნქტი, აკრძალულია დასაქმება სახელმწიფო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, მედია ორგანიზაციებში. მე-15 პუნქტი, აკრძალულია საჯარო გამოსვლები, ლექციების კითხვა, პუბლიკაციების გამოქვეყნება. მე-16 პუნქტი, რომელიც ყველაზე სასტიკი იყო, აკრძალულია კონტაქტი უცხოელებთან, მათ შორის უცხოელ ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან. ეს დოკუმენტი არ იყო მხოლოდ ქაღალდი, ეს იყო ხელშეკრულება მონობის შესახებ, ხელშეკრულება, რომელიც აქცევდა თავისუფალ ადამიანს ჩრდილად, მოჩვენებად, არსებად, რომელსაც არ ჰქონდა უფლება არსებობაზე. მერაბის ძმისშვილი, გიორგი კოსტავა, რომელიც დღეს ცხოვრობს თბილისში და ინახავს ოჯახის არქივს, ამბობს, ბიძია მითხრა, რომ როცა მან პირველად წაიკითხა ეს დოკუმენტი, მან იფიქრა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ დარჩენილიყო ბანაკში. იქ მაინც იცოდა, რომ იყო პატიმარი. აქ კი მას ეუბნებოდნენ, რომ იყო თავისუფალი, მაგრამ ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი მისი სიტყვა, ყოველი მისი სუნთქვა იყო კონტროლირებადი. რატომ იყო საჭირო ასეთი დოკუმენტი? რატომ არ ყოფნიდა სისტემას მხოლოდ ის, რომ მერაბი იყო გათავისუფლებული? რა ეშინოდათ მას, ერთი ადამიანის, რომელიც უკვე გატეხილი იყო 7 წლის ბანაკით? პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც მერაბმა დაინახა ბანაკში და რაც მან დაწერა თავის საიდუმლო ჩანაწერებში, რომლებიც ის ინახავდა ტილოს ჩანთაში იმავე წერილებთან ერთად. ეს ჩანაწერები, რომლებიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში და რომლებიც გახდა ხელმისაწვდომი მხოლოდ 2012 წელს, ავლენს იმას, რაც ოფიციალურმა ისტორიამ არასოდეს არ აღიარა. მერაბი წერდა, ბანაკში არიან არა მხოლოდ ჩვეულებრივი პატიმრები, აქ არიან მეცნიერები, რომლებმაც აღმოაჩინეს რაღაც, რაც სახელმწიფოს არ სურდა გამჟღავნებულიყო. აქ არიან ხელოვანები, რომლებმაც შექმნეს ნამუშევრები, რომლებიც აკრიტიკებდა სისტემას. აქ არიან მღვდლები, რომლებმაც უარი თქვეს ღმერთის უარყოფაზე. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ იფიქრეს არასწორად. გიორგი კოსტავა ამბობს, რომ მერაბმა მას უთხრა, რომ ბანაკში ის შეხვდა ადამიანს, რომელიც იყო ფიზიკოსი და რომელმაც დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ ატომური ენერგია შეიძლება იყოს საშიში. ამ ადამიანს მისცეს 10 წელის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის, მაგრამ სინამდვილეში მისი დანაშაული იყო ის, რომ მან თქვა სიმართლე. მერაბმა ასევე შეხვდა პოეტს, რომელმაც დაწერა ლექსი სტალინის შესახებ, არა ქებითი ლექსი, არამედ ლექსი, რომელიც აღწერდა რეალობას. ამ პოეტს მისცეს 15 წელი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის, მაგრამ სინამდვილეში მისი დანაშაული იყო ის, რომ მას ჰქონდა თავისი აზრი. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რაც მერაბმა აღმოაჩინა ბანაკის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ის მუშაობდა როგორც მწერალი, ის წერდა ანგარიშებს, აწყობდა დოკუმენტებს, აკოპირებდა ბრძანებებს. ერთ დღეს, როცა ის იყო მარტო ოფისში, მან გახსნა კარადა, რომელიც ჩვეულებრივ იყო ჩაკეტილი და იქ იპოვა საქაღალდე, სადაც იყო სია ადამიანებისა, რომლებიც უნდა განეიტრალებინათ. გიორგი კოსტავა ამბობს, ბიძია მითხრა, რომ როცა მან დაინახა ეს სია, მან ვერ დაიჯერა თავის თვალებს. იქ იყო ასობით სახელი, მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მასწავლებლები, ექიმები. ყველა ისინი, ვინც რაიმე ფორმით გამოხატა უთანხმოება სისტემასთან. და გვერდით ყოველი სახელის იყო ჩანაწერი, დაპატიმრებულია, გადასახლებულია, განეიტრალებულია. ეს უკანასკნელი სიტყვა, განეიტრალებულია, იყო ევფემიზმი, რომელიც ნიშნავდა, რომ ადამიანი აღარ იყო ცოცხალი.
მერაბმა დააკოპირა ეს სია, ის გადაწერა ყველა სახელი ქაღალდის პატარა ფურცელზე, რომელიც მან დამალა თავის ფეხსაცმლის ქვეშ. ეს სია იყო მტკიცებულება იმისა, რომ ბანაკები არ იყო მხოლოდ სასჯელის ადგილი, ისინი იყო სისტემა, რომელიც გეგმავდა და ახორციელებდა ინტელექტუალური ელიტის განადგურებას. როცა მერაბი დაბრუნდა საქართველოში, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ეს სია, ის ინახავდა მას იმავე ტილოს ჩანთაში, სადაც იყო დედის წერილები. მაგრამ ერთ დღეს, ეს იყო 1959 წლის აპრილი, მერაბის სახლში მოვიდნენ ორი კაცი. ისინი არ იყვნენ უნიფორმაში, მაგრამ მერაბმა მაშინვე იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, კგბ-ს თანამშრომლები. ისინი უთხრეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მერაბს ჰქონდა უკანონო დოკუმენტები და რომ ისინი უნდა გაეტარებინათ პროფილაქტიკური შემოწმება. გიორგი კოსტავა, რომელიც იმ დროს იყო 14 წლის და იმყოფებოდა სახლში, იხსენებს, ბიძიამ მითხრა, რომ წავიდე ეზოში და არ შემოსულიყო, რაც არ უნდა მომესმინა. მე გავედი, მაგრამ დავრჩი ფანჯრის ქვეშ და ვისმენდი. ვისმენდი, როგორ ამტვრევდნენ ავეჯს, როგორ ხმობდნენ ფურცლებს, როგორ ეძებდნენ რაღაცას. და მერე ვისმენდი ბიძიას ხმა, ის ამბობდა, თქვენ ვერაფერს იპოვით, რადგან აქ არაფერია. მაგრამ ისინი არ სჯეროდათ. ისინი ეძებდნენ 2 საათის განმავლობაში და როცა საბოლოოდ წავიდნენ, ბიძია იჯდა იატაკზე და ტიროდა, არა იმიტომ, რომ ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. მაგრამ სად იყო ის სია? როგორ ვერ იპოვეს მათი ის? გიორგი კოსტავა ამბობს, რომ მერაბმა მას მოგვიანებით უთხრა სიმართლე. ბიძიამ დამწვა ის სია იმ ღამეს, როცა უცნობმა კაცმა ეწვია დედა ოლიას და უთხრა, რომ მერაბი უნდა დარჩენილიყო რუსეთში. ბიძიამ იცოდა, რომ თუ ის დაბრუნდებოდა საქართველოში იმ სიით, ის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ოჯახს საფრთხეში ჩააგდებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დაეწვა ის, მაგრამ არა სანამ არ გადაწერდა ყველა სახელს თავის მეხსიერებაში. ის ამბობდა, რომ ის არასოდეს არ დაივიწყებს იმ სახელებს, ისინი იყო ამოტვიფრული მის გონებაში, ისინი იყო მისი ტვირთი, მისი პასუხისმგებლობა, მისი მისია. და ეს მისია იყო ის, რაც აიძულებდა მერაბს, რომ გაეგრძელებინა ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა დოკუმენტი, რომელიც კრძალავდა მას ყველაფერს. ის იყო თავისუფალი პატიმარი, მონა, რომელსაც არ ჰქონდა ბორკილები, მაგრამ ჰქონდა უფრო მძიმე ტვირთი, ტვირთი იმ ადამიანების მეხსიერებისა, რომლებიც განეიტრალდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბედავდნენ ფიქრს. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ასეთ პირობებში? როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს თავისი ღირსება, თავისი რწმენა, თავისი იმედი, როცა ყოველი მისი ნაბიჯი არის კონტროლირებადი, ყოველი მისი სიტყვა არის მოსმენილი, ყოველი მისი სუნთქვა არის დათვლილი. და ყველაზე მთავარი, რატომ გააგრძელა მერაბმა ბრძოლა, როცა მან იცოდა, რომ ეს ბრძოლა შეიძლება დაესრულებინა მისი ცხოვრება, დაესრულებინა მისი ოჯახის ცხოვრება, დაესრულებინა ყველაფერი, რაც მას ძვირფასი იყო. 1959 წლის მაისში, ზუსტად 2 თვის შემდეგ, რაც მერაბ კოსტავა დაბრუნდა საქართველოში, თბილისის ცენტრში, ძველ სასტუმროში ორიენტი, რომელიც იმ დროს იყო ცნობილი როგორც ადგილი, სადაც იკრიბებოდა პარტიული ელიტა, მოხდა შეხვედრა, რომელზეც არავინ არ უნდა იცოდა. ამ შეხვედრაზე იყვნენ 6 ადამიანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის მდივანი, კგბ-ს უფროსი, თბილისის მერი, ერთი გავლენიანი ჟურნალისტი, ერთი ცნობილი მწერალი და ერთი ადამიანი, რომლის სახელი არასოდეს არ გახმოვანებულა, მაგრამ რომელსაც ყველა უწოდებდა კოორდინატორს. ეს შეხვედრა არ იყო ოფიციალური, არ იყო ოქმი, არ იყო ოფიციალური დღის წესრიგი, არ იყო სტენოგრამა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელმაც მოისმინა ეს საუბარი, ეს იყო სასტუმროს მიმტანი ვახტანგ ბერიძე, რომელიც იმ დროს იყო 30 წლის და რომელიც დღეს, 90 წლის ასაკში, პირველად ეთანხმება ჩაწერას და მოგვითხრობს იმას, რაც მან მოისმინა იმ საღამოს. მე ვიყავი დავალებული, რომ მიმეტანა ჩაი და კონიაკი იმ ოთახში, სადაც ისინი იყვნენ. როცა შევედი, ისინი საუბრობდნენ ძალიან ხმამაღლა, თითქოს არ ეშინოდათ, რომ ვიღაც მოისმენდა. პარტიის მდივანი ამბობდა, ჩვენ გვაქვს პრობლემა, მერაბ კოსტავა დაბრუნდა და ის არ იქნება მშვიდი. ის იცის ძალიან ბევრი და თუ ის დაიწყებს საუბარს, ჩვენ ყველანი ვიქნებით საფრთხეში. ვახტანგ ბერიძე იხსენებს, რომ როცა მან მოისმინა ეს სიტყვები, მან თითქმის ჩამოაგდო იგი უჯრა, რომელზეც ის ატარებდა ჩაის. მე ვიცოდი, ვინ იყო მერაბ კოსტავა, ყველა ვიცოდით. ის იყო გმირი, ის იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩვენი თავისუფლებისთვის. და აქ ეს ადამიანები, რომლებიც თავს უწოდებდნენ ჩვენს ლიდერებს, საუბრობდნენ მასზე, თითქოს ის იყო მტერი. კგბ-ს უფროსი, რომელსაც ვახტანგი აღწერს როგორც მოკლე, მსუქან კაცს ცივი თვალებით უთხრა, ჩვენ უკვე ვცადეთ მისი დაშინება, ჩვენ გავუგზავნეთ ადამიანი მის დედასთან, ჩვენ გავაკეთეთ ჩხრეკა მის სახლში, ჩვენ მივეცით მას დოკუმენტი, რომელიც კრძალავს მას ყველაფერს. მაგრამ ის არ ეშინია.
ის კვლავ ხვდება ადამიანებს, ის კვლავ საუბრობს, ის კვლავ წერს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც უფრო რადიკალური. თბილისის მერმა, რომელიც ვახტანგის სიტყვებით ჩანდა ძალიან ნერვიული, ჰკითხა, რას გულისხმობ უფრო რადიკალურს. ჩვენ ვერ შევძლებთ მის კვლავ დაპატიმრებას, ეს გამოიწვევს პროტესტს. ხალხი მას უყვარს, ხალხი მას პატივს სცემს. მაგრამ კგბ-ს უფროსმა გაიღიმა, ეს იყო ცივი, გამომთვლელი ღიმილი და უთხრა, ვინ ლაპარაკობს დაპატიმრებაზე? არსებობს სხვა გზები. არსებობს უბედური შემთხვევები. არსებობს ავადმყოფობები. არსებობს შემთხვევითობები. ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ როცა მან მოისმინა ეს სიტყვები, მან გაიგო, რომ ისინი გეგმავდნენ რაღაცას საშინელს. მე დავდექი იქ იმ ოთახში და ვცდილობდი, რომ არ გამეჩინა რაიმე ემოცია ჩემს სახეზე. მაგრამ შიგნით მე ვიყავი შეშინებული მერაბისთვის, შეშინებული იმისთვის, რაც ისინი აპირებდნენ. პარტიის მდივანმა, რომელიც ვახტანგის სიტყვებით ყველაზე ძლიერი ადამიანი იმ ოთახში, უთხრა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. მერაბ კოსტავა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, მას აქვს კავშირები, მას აქვს მხარდამჭერები, მას აქვს ოჯახი, რომელიც მას იცავს. თუ რაიმე მოუვა მას, ხალხი იფიქრებს, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ისე, რომ ეს გამოიყურებოდეს ბუნებრივად, შემთხვევითად, თითქოს ეს იყო ბედისნება. და მაშინ კოორდინატორმა, ადამიანმა, რომლის სახელი არასოდეს არ გახმოვანებულა, თქვა რაღაც, რაც ვახტანგს არასოდეს დაავიწყდება, არ ინერვიულოთ. ყველაფერი უკვე დაგეგმილია. მერაბ კოსტავას აქვს სისუსტე, მისი დედა. თუ რაიმე მოუვა მის დედას, ის გატყდება. და გატეხილი ადამიანი არ არის საშიში. ეს სიტყვები იყო ისეთი ცინიკური, ისეთი სასტიკი, ისეთი არაადამიანური, რომ ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ მან იმ მომენტში იგრძნო ფიზიკური ტკივილი. მე მინდოდა, რომ ყვირილი ამომეღო, მინდოდა, რომ მეთქვა მათთვის, რომ ისინი იყვნენ მონსტრები, მაგრამ მე ვიცოდი, რომ თუ ამას გავაკეთებდი, მე თავად ვიქნებოდი შემდეგი. ამიტომ მე გავაგრძელე ჩაის ჩამოსხმა, თითქოს არაფერი არ მომესმოდა, თითქოს მე ვიყავი მხოლოდ მიმტანი, რომელსაც არ ესმოდა, რაზე საუბრობდნენ ისინი. მაგრამ ვახტანგმა გაიგო ყველაფერი და როცა ის გავიდა იმ ოთახიდან, მან გადაწყვიტა, რომ უნდა გაფრთხილებულიყო მერაბი. მე არ ვიცოდი, როგორ მივაღწიე მას, მე არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა ის, არ ვიცოდი, ვინ იყო მისი მეგობრები. მაგრამ მე ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა რაღაც. ვახტანგმა ჰკითხა თავის მეგობრებს, თავის ნათესავებს და საბოლოოდ იპოვა ადამიანი, რომელიც იცნობდა მერაბის ძმის შვილს. მე გავუგზავნე შეტყობინება, მე ვუთხარი, რომ მერაბს ემუქრებოდა საფრთხე, რომ ისინი გეგმავდნენ რაღაცას მის დედასთან დაკავშირებით. მაგრამ მე არ ვიცოდი, მიაღწია თუ არა ეს შეტყობინება მერაბს. მე არ ვიცოდი, დაიჯერა თუ არა მან ამას. მაგრამ რატომ იყო ეს შეხვედრა საიდუმლო? რატომ არ იყო ოფიციალური? რატომ უნდა შეხვედროდნენ ისინი სასტუმროში, ღამის საათებში, ჩაკეტილ ოთახში, სადაც არავინ არ უნდა მოესმინა მათი საუბარი? პასუხი მარტივია, რადგან ისინი გეგმავდნენ რაღაცას, რაც არ უნდა ყოფილიყო ოფიციალური, რაღაცას, რაც უნდა გამოეხურებინათ შემთხვევითობად, ბუნებრივ მოვლენად, ბედისნებად. ისინი იყვნენ არა ლიდერები, არამედ კონსპირატორები, არა დამცველები, არამედ დამნაშავეები, არა მოსამსახურეები ხალხისა, არამედ მოსამსახურეები სისტემისა, რომელიც იცავდა საკუთარ თავს ნებისმიერი ფასად. და ვახტანგ ბერიძე, უბრალო სასტუმროს მიმტანი, რომელმაც შემთხვევით მოისმინა ეს საუბარი, გახდა მოწმე იმ დანაშაულისა, რომელიც ჯერ არ იყო ჩადენილი, მაგრამ რომელიც უკვე იყო დაგეგმილი, უკვე იყო დამტკიცებული, უკვე იყო გადაწყვეტილი. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს, როცა ჩვენ ვიცით, რომ იყო შეხვედრა, სადაც გადაწყდა მერაბ კოსტავას ბედი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რამდენი სხვა შეხვედრა იყო? რამდენი სხვა საიდუმლო შეთანხმება იყო? რამდენი სხვა ადამიანის ბედი გადაწყდა ჩაკეტილ ოთახებში, სადაც არავინ არ უნდა მოესმინა, სადაც არავინ არ უნდა ყოფილიყო მოწმე? და ყველაზე მთავარი, რატომ არ გაფრთხილდა მერაბი? რატომ არ გაიქცა ის? რატომ დარჩა ის საქართველოში, როცა მან იცოდა, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე? 1959 წლის ივნისში, ზუსტად ერთი თვის შემდეგ იმ საიდუმლო შეხვედრის შემდეგ სასტუმრო ორიენტში, ოლია დემურია უეცრად დაავადდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ავადმყოფობა, ეს იყო რაღაც, რაც მოვიდა უეცრად, რაღაც, რაც არავის არ ელოდა, რაღაც, რაც ექიმებს არ შეეძლოთ ახსნა. ოლიას მეზობელი, ნინო ჯავახიშვილი, რომელიც ყოველთვის იყო ოლიას გვერდით იხსენებს, დედა ოლია იყო ძალიან ძლიერი ქალი, ის არასოდეს არ ჩივოდა, არასოდეს არ ამბობდა, რომ რაიმეს ტკიოდა. მაგრამ იმ დღეს, როცა მე მივედი მის სახლში, დავინახე, რომ ის იწვა საწოლში და ვერ ადგებოდა.
მან მითხრა, ნინო, მე არ ვიცი რა მემართება, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ რაღაც არასწორია ჩემს სხეულში. ნინო დაუყოვნებლივ გაიძახა ექიმი, ეს იყო სოფლის ექიმი ვაჟა გელაშვილი, რომელიც იმ დროს იყო 50 წლის და რომელიც დღეს 90 წლის ასაკში იხსენებს იმ დღეს როგორც ყველაზე უცნაურ დღეს ჩემს კარიერაში. როცა მე გავამოწმე დედა ოლია, მე ვერ ვიპოვე არაფერი კონკრეტული, მისი გული იყო კარგი, მისი წნევა იყო ნორმალური, მისი ტემპერატურა იყო ნორმალური. მაგრამ ის ამბობდა, რომ მას ძალიან სტკიოდა მუცელი, რომ მას ჰქონდა გულის რევა, რომ მას ჰქონდა თავბრუსხვევა. მე ვერ გავიგე, რა იყო ეს არ იყო ჩვეულებრივი ავადმყოფობა. ვაჟა გელაშვილი გადაწყვიტა, რომ ოლია უნდა წაეყვანა ქალაქში, უფრო დიდ საავადმყოფოში, სადაც შეეძლოთ უფრო დეტალური გამოკვლევა. მე წავიყვანე ის თბილისში, საქართველოს ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმი. ჩვენ გავაკეთეთ ყველა შესაძლო ანალიზი, სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, რენტგენი, ულტრაბგერა. მაგრამ ყველაფერი იყო ნორმალური. არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ ოლიას ჰქონდა რაიმე სერიოზული პრობლემა. მაგრამ ოლიას მდგომარეობა გაუარესდა, ის კარგავდა წონას, ის კარგავდა ძალებს, ის კარგავდა სურვილს ცხოვრებისადმი. ვაჟა გელაშვილი ამბობს, მე ვხედავდი, როგორ იცვლებოდა ის ყოველდღე, ის ხდებოდა უფრო სუსტი, უფრო ფერმკრთალი, უფრო მოხუცებული. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ მე არ ვიცოდი, როგორ დავეხმარე მას, რადგან მე არ ვიცოდი, რა იყო მისი ავადმყოფობის მიზეზი. მერაბ კოსტავა, რომელიც ყოველდღე მოდიოდა საავადმყოფოში და იჯდა დედის გვერდით, იყო სასოწარკვეთილი. მისი ძმისშვილი, გიორგი კოსტავა იხსენებს, დიდზია ამბობდა, რომ ის არ ესმოდა, რა ხდებოდა. ის ამბობდა, ჩემი დედა იყო ძალიან ძლიერი, ის გადარჩა 7 წელი ლოდინისა, ის გადარჩა ყველა იმ ტკივილს, რომელიც მას ჰქონდა. როგორ შეიძლება, რომ ის ახლა უეცრად დაავადდა, როცა მე დავბრუნდი, როცა ჩვენ ვართ ერთად. მაგრამ ერთ დღეს, ეს იყო 1959 წლის ივლისი, ვაჟა გელაშვილმა შენიშნა რაღაც უცნაური. მე ვამოწმებდი ოლიას და შევნიშნე, რომ მის ხელებზე იყო უცნაური ლაქები, ისინი იყო მუქი, თითქმის შავი და ისინი არ იყო იქ ადრე. მე ვკითხე ოლიას, როდის გამოჩნდა ეს ლაქები და მან მითხრა, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ. ვაჟა გელაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ლაქები უნდა გამოეკვლია, ის აიღო ნიმუში და გაგზავნა ლაბორატორიაში. როცა მე მივიღე შედეგები, მე ვერ დავიჯერე ჩემს თვალებს, ანალიზმა აჩვენა, რომ ოლიას ორგანიზმში იყო მაღალი დონის მძიმე მეტალები, კონკრეტულად დარიშხანი და თუთია. ეს იყო ისეთი დონე, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ მოწამვლის შემთხვევაში. ვაჟა გელაშვილი დაუყოვნებლივ ეცნობა თავის კოლეგას და ისინი გადაწყვიტეს, რომ უნდა გაეკეთებინათ დამატებითი გამოკვლევა. ჩვენ გავაკეთეთ კიდევ ერთი ანალიზი და ეს ანალიზი დაადასტურა ჩვენი ეჭვი. ოლია დემურია იყო მოწამლული. ის იყო მოწამლული ნელა სისტემატურად ისე, რომ ეს არ გამოჩენილიყო როგორც მოწამლა, არამედ როგორც ბუნებრივი ავადმყოფობა. ვაჟა გელაშვილი ამბობს, რომ როცა მან უთხრა ეს მერაბს, მერაბმა პირველად არ დაიჯერა. ის ამბობდა, როგორ შეიძლება? ვინ მოწამლავდა ჩემს დედას? ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სადაც ყველა ერთმანეთს უყვარს. მაგრამ მერე ის გაჩუნდა და მითხრა, მე ვიცი, ვინ გააკეთა ეს. მე ვიცი, რატომ გააკეთეს ეს. ისინი მინდოდათ, რომ გამეტეხა, მინდოდათ, რომ გამეჩერებინა, მინდოდათ, რომ გამეშინებინა. და ისინი იყენებენ ჩემს დედას, რადგან ისინი იციან, რომ ის არის ჩემი სისუსტე. ვაჟა გელაშვილი ამბობს, რომ მან სცადა, რომ დაერწმუნებინა მერაბი, რომ ეს შეიძლება იყოს შემთხვევითობა, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც სხვა, მაგრამ მერაბი არ ისმენდა. ის ამბობდა, ექიმო, თქვენ არ იცით, რასთან გვაქვს საქმე. თქვენ არ იცით, რა არის ეს სისტემა. ისინი არ ჩერდებიან არაფრის წინაშე, ისინი მოკლავენ, ისინი მოწამლავენ, ისინი განადგურებენ. და ისინი აკეთებენ ამას ისე, რომ ეს გამოიყურებოდეს ბუნებრივად, რომ არავინ არ იფიქროს, რომ ეს იყო მკვლელობა. მაგრამ ვაჟა გელაშვილმა გადაწყვიტა, რომ უნდა გაეკეთებინა რაღაც, ის გადაწყვიტა, რომ უნდა ეცნობა ხელისუფლებას, უნდა ეცნობა პოლიციას, უნდა ეცნობა ყველას, ვინც შეეძლო დახმარება. მე წავედი პოლიციაში და მივეცი მათ ყველა დოკუმენტი, ანალიზების შედეგები, ჩემი დასკვნა, ყველაფერი. მაგრამ პოლიციის უფროსმა მხოლოდ გადახედა დოკუმენტებს და უთხრა, ექიმო, ეს არის საინტერესო, მაგრამ ეს არ არის მტკიცებულება დანაშაულისა. მძიმე მეტალები შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში ბევრი გზით, წყლიდან, საკვებიდან, ჰაერიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ მოწამლა დედა ოლია. ვაჟა გელაშვილი ამბობს, რომ მან სცადა, რომ დაეჯერებინა პოლიციის უფროსი, რომ ეს იყო მოწამლა, მაგრამ პოლიციის უფროსი არ ისმენდა. ის მითხრა, ექიმო, თქვენ ხართ კარგი ექიმი, მაგრამ თქვენ არ ხართ გამომძიებელი.
დატოვეთ ეს ჩვენზე. და მე გავიგე, რომ ისინი არაფერს არ გააკეთებდნენ. ისინი არ აპირებდნენ გამოძიებას, ისინი არ აპირებდნენ ძიებას, ისინი არ აპირებდნენ სიმართლის გაგებას. ოლია დე მურია დარჩა საავადმყოფოში კიდევ 2 კვირის განმავლობაში და ამ 2 კვირის განმავლობაში ვაჟა გელაშვილი და მისი კოლეგები აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, რომ გაეწმინდათ მისი ორგანიზმი იმ ტოქსინებისგან, რომლებიც იყო მასში. ჩვენ ვაკეთებდით დეტოქსიკაციას, ვაძლევდით მას მედიკამენტებს, ვაძლევდით მას ვიტამინებს. და ნელ-ნელა ოლიას მდგომარეობა გაუმჯობეს და ის იწყებდა ძალების აღდგენას, ის იწყებდა წონის დაბრუნებას, ის იწყებდა ცხოვრებისადმი სურვილის დაბრუნებას. მაგრამ ვაჟა გელაშვილი ამბობს, რომ ის არასოდეს არ დაივიწყებს იმას, რაც ოლიამ უთხრა მას, როცა ის ტოვებდა საავადმყოფოს. ის მითხრა, ექიმო, მადლობა, რომ გადამარჩინეთ. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ არის დასასრული. ისინი კვლავ სცდიან. ისინი არ ჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ თავიანთ მიზანს. და მე ვიცოდი, რომ ის მართალი იყო. მაგრამ ვინ მოწამლა ოლია დე მურია? როგორ მოხვდა ის ტოქსინები მის ორგანიზმში? და ყველაზე მთავარი, რატომ არ გამოიძია პოლიციამ ეს საქმე? რატომ არ მოძებნეს ისინი დამნაშავეები? რატომ დარჩა ეს დანაშაული ყოველთვის უსასჯელო? და როგორ შეიძლება, რომ სისტემა, რომელიც თავს უწოდებდა სახალხო ხელისუფლებას, იყენებდა ასეთ მეთოდებს, მოწამლას, დაშინებას, ტერორს იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ის ადამიანები, რომლებიც ბედავდნენ სიმართლის თქმას? 1959 წლის აგვისტოში, ზუსტად 2 კვირის შემდეგ, რაც ოლია დე მურია გამოვიდა საავადმყოფოდან, მერაბ კოსტავას სახლში მოვიდა მისი ძველი მეგობარი ბანაკიდან, ალექსანდრე ჯავახიშვილი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა როგორც ინჟინერი. ალექსანდრე მოიტანა თან პატარა ტყავის ჩანთა, რომელიც იყო ძალიან მძიმე და რომელიც ის ინახავდა ისე, თითქოს ეს იყო ყველაზე ძვირფასი ნივთი მის ცხოვრებაში. როცა მერაბმა ჰკითხა, რა იყო იმ ჩანთაში, ალექსანდრემ გახსნა ის და მერაბმა დაინახა რაღაც, რაც მას არასოდეს არ ელოდა, ფული, ბევრი ფული, ათასობით რუბლი, რომლებიც იყო შეფუთული პატარა შეკვრებში. მერაბის ძმისშვილი, გიორგი კოსტავა, რომელიც იმ დროს იყო იქ და დაესწრო ამ შეხვედრას, იხსენებს, ალექსანდრემ უთხრა ბიძიას, მერაბ, ეს ფული არის შენი. ეს არის ფული, რომელიც ჩვენ, შენმა მეგობრებმა ბანაკიდან, შევაგროვეთ შენთვის. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ როცა შენ გამოხვიდოდი, შენ არაფერი გექნებოდა, არა სახლია, არა სამუშაო, არა ფული. ამიტომ ჩვენ ყოველმა გადავწყვიტეთ, რომ ყოველთვის გადაგვეხადა პატარა თანხა და ეს თანხა შევინახეთ შენთვის. გიორგი ამბობს, რომ მერაბი იმ მომენტში ატირდა, ის ატირდა არა იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა ფული, არამედ იმიტომ, რომ ის ხედავდა, რომ მას ჰყავდა ადამიანები, რომლებიც მას უყვარდათ, რომლებიც მას იცავდნენ, რომლებიც მას არ ივიწყებდნენ. მაგრამ ალექსანდრე ჯავახიშვილმა ასევე უთხრა მერაბს რაღაც სხვა რაღაც, რაც იყო ძალიან შემაშფოთებელი. ალექსანდრემ უთხრა ბიძიას, რომ ეს ფული უნდა დაემალა, რომ ეს ფული არ უნდა ენახა არავის, რადგან თუ ვიღაცამ გაიგო, რომ მერაბს ჰქონდა ფული, ისინი მოვიდოდნენ და წაართმევდნენ მას. გიორგი კოსტავა იხსენებს, რომ მერაბმა ჰკითხა, ვინ წაართმევს? ვინ იცის ამის შესახებ და ალექსანდრემ უპასუხა, მერაბ, შენ იცი ვინ? ისინი, ვინც აკონტროლებს ყველაფერს, ვინც აკონტროლებს ყველას, ვინც აკონტროლებს თვით ჰაერს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. თუ ისინი გაიგებენ, რომ შენ გაქვს ფული, ისინი იფიქრებენ, რომ შენ გეგმავ რაღაცას, შეიძლება გაქცევას, შეიძლება პუბლიკაციას, შეიძლება რაღაც სხვას. და ისინი არ დაუშვებენ ამას. მერაბმა მაშინ გაიგო, რომ ეს ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი ხსნა, მისი იმედი, მისი მომავალი, შეიძლება გამხდარიყო მისი წყევლა, მისი საფრთხე, მისი დასასრული. გიორგი კოსტავა ამბობს, რომ მერაბმა გადაწყვიტა, რომ ეს ფული უნდა დაემალა ისე, რომ არავინ ვერასოდეს იპოვიდა მას. ბიძიამ აიღო ის ფული და დამალა ის ადგილას, რომელზეც მან მითხრა მხოლოდ ჩემთვის და დედა ოლიასთვის. ის ამბობდა, თუ რაიმე მომივა, თუ რაიმე მოხდება, თქვენ უნდა იცოდეთ, სად არის ეს ფული, რადგან ეს ფული არის არა მხოლოდ ჩემთვის, ეს ფული არის ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი იმედისთვის. მაგრამ გიორგი ასევე იხსენებს, რომ მერაბი იყო ძალიან შეშფოთებული იმ დღის შემდეგ, ის ამბობდა, რომ მას ეგონა, რომ ვიღაც აკვირდებოდა მათ, რომ ვიღაც იცოდა ალექსანდრეს ვიზიტის შესახებ, რომ ვიღაც იცოდა იმ ფულის შესახებ. ბიძია ამბობდა, მე ვგრძნობ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. მე ვგრძნობ, რომ ვიღაც გყურებს, ვიღაც გვისმენს, ვიღაც გვიცდის. და ეს გრძნობა არ იყო უსაფუძვლო, რადგან 2 დღის შემდეგ, როცა მერაბი გავიდა სახლიდან, რომ წასულიყო სოფლის ბაზარში, მისი სახლი კვლავ გაჩხრიკეს. ეს ჩხრეკა იყო უფრო ინტენსიური, უფრო აგრესიული, უფრო სისტემატური, ვიდრე პირველი ჩხრეკა.
გიორგი კოსტავა, რომელიც იმ დროს იყო სახლში დედა ოლიასთან ერთად იხსენებს, მოვიდნენ 4 კაცი, ისინი არ იყვნენ უნიფორმაში, მაგრამ ისინი იყვნენ ძალიან პროფესიონალები. ისინი იცოდნენ, სად უნდა ეძებათ, რა უნდა ეძებათ, როგორ უნდა ეძებათ. ისინი გახსნეს ყველა კარადა, ყველა ხუთი, ყველა ჩანთა. ისინი შეამოწმეს ყველა წიგნი, ყველა ქაღალდი, ყველა ფურცელი. ისინი ეძებდნენ რაღაცას და მე ვიცოდი, რას ეძებდნენ ისინი. ისინი ეძებდნენ იმ ფულს. მაგრამ ისინი ვერ იპოვეს ის, რადგან მერაბმა დამალა ის ადგილას, სადაც არავინ ვერასოდეს იფიქრებდა ძებნაზე. გიორგი ამბობს, რომ როცა ისინი წავიდნენ, დედა ოლია იჯდა იატაკზე და ტიროდა. ის ტიროდა არა იმიტომ, რომ მათ დაამტვრიეს ავეჯი, არამედ იმიტომ, რომ ის ხედავდა, რომ მისი შვილი არასოდეს არ იქნებოდა თავისუფალი, არასოდეს არ იქნებოდა უსაფრთხო, არასოდეს არ იქნებოდა მშვიდი. მაგრამ ყველაზე საშინელი მოვიდა მესამე დღეს, როცა მერაბმა გაიგო, რომ ალექსანდრე ჯავახიშვილი, მისი მეგობარი, რომელმაც მოიტანა ის ფული, დააკავეს მოსკოვში. გიორგი კოსტავა იხსენებს, ბიძიამ მიიღო ტელეგრამა ალექსანდრეს ცოლისგან, ის წერდა, რომ ალექსანდრე დააკავეს ეკონომიკური დანაშაულისთვის, რომ მას ედებოდა ბრალი უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის, რომ მას ემუქრებოდა 5 წელი ციხე. მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო ტყუილი, ალექსანდრე არ ჩაიდენდა არანაირ დანაშაულს. მისი ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ მან დაეხმარა მერაბს, რომ მან მოიტანა ის ფული, რომ მან აჩვენა სოლიდარობა იმ ადამიანთან, რომელიც სისტემამ მიიჩნია მტრად. მერაბი იყო განადგურებული, ის ამბობდა, რომ ეს იყო მისი ბრალი, რომ ალექსანდრე დააკავეს მის გამო, რომ ალექსანდრე იტანჯებოდა მის გამო. გიორგი ამბობს, ბიძია ამბობდა, ისინი აკეთებენ ამას, რომ გამაშინონ, რომ მაჩვენონ, რომ ყველა, ვინც ჩემთან არის, ვინც მე მეხმარება, ვინც მე მიყვარს, იქნება სასჯელი. ისინი მინდათ, რომ მე ვიყო მარტო, რომ მე არ მქონდეს არავინ, რომ მე ვიყო იზოლირებული. და ეს სტრატეგია მუშაობდა, რადგან მერაბის მეგობრები ერთი მეორის მიყოლებით იწყებდნენ მისგან დისტანცირებას. ზოგიერთი ამბობდა, რომ მათ ეშინოდათ, ზოგიერთი ამბობდა, რომ მათ ჰქონდათ ოჯახი, რომელიც უნდა დაეცვათ, ზოგიერთი უბრალოდ ქრებოდა, თითქოს ისინი არასოდეს არ ყოფილიყვნენ მერაბის მეგობრები. გიორგი კოსტავა იხსენებს, ბიძია ამბობდა, რომ ის არ აბრალებდა მათ, ის ამბობდა, რომ ის ესმოდა მათი შიში, ის ესმოდა მათი ტკივილი, ის ესმოდა მათი არჩევანი. მაგრამ ამავე დროს ის ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე, არა ის, რომ მას ედევნებოდნენ, არამედ ის, რომ ის კარგავდა ადამიანებს, რომლებსაც ის უყვარდა, რომლებსაც ის ენდობოდა, რომლებთან ერთად ის იბრძოდა. და ყველაზე მძიმე იყო ის, რომ მერაბმა იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, რომ სისტემა არ შეჩერდებოდა, სანამ არ გაანადგურებდა მას სრულიად, სანამ არ წაართმევდა მას ყველაფერს, სანამ არ დატოვებდა მას არაფერს. მაგრამ სად არის ახლა ის ფული, რომელიც ალექსანდრე ჯავახიშვილმა მოიტანა? სად დამალა მერაბმა ის? და ყველაზე მთავარი, რატომ იყო ეს ფული ასე მნიშვნელოვანი სისტემისთვის? რატომ ეშინოდათ მათ, რომ მერაბს ჰქონდა ფული? რას გეგმავდა მერაბი იმ ფულით, რაც ასე აშინებდა მათ? და როგორ შეიძლება, რომ სისტემა, რომელიც თავს უწოდებდა სოციალისტურს, სადაც ყველა უნდა ყოფილიყო თანასწორი, ასე ეშინოდა იმისა, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა პატარა თანხა, რომელიც მისმა მეგობრებმა შეაგროვეს მისთვის. 1959 წლის სექტემბერში, როცა მერაბ კოსტავა უკვე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მას აღარავინ ჰყავდა, ვინც მას დაიცავდა, მის სახლში მოვიდა ქალი, რომელსაც ის არ იცნობდა. ეს ქალი იყო დაახლოებით 40 წლის, ჩაცმული მარტივად, მაგრამ ღირსეულად და მისი თვალები იყო სავსე ტკივილით და გადაწყვეტილებით. როცა მერაბმა ჰკითხა, ვინ იყო ის და რა სურდა მას, ქალმა უთხრა, ჩემი სახელია ნინო ქავთარაძე და მე მოვედი, რომ გითხრათ სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა თქვენს მეგობართან, ალექსანდრე ჯავახიშვილთან. მერაბის ძმისშვილი, გიორგი კოსტავა, რომელიც იმ დროს იყო იქ, იხსენებს, ნინო ქავთარაძე იყო ქალი, რომელიც მუშაობდა მოსკოვში იმავე ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ალექსანდრე. ის იყო მისი კოლეგა, მისი მეგობარი და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ის იყო ადამიანი, რომელმაც დაინახა ყველაფერი, რაც მოხდა ალექსანდრესთან. ნინო ქავთარაძე მოგვითხრობს, რომ ალექსანდრე ჯავახიშვილის დაკავება არ იყო შემთხვევითი, ეს იყო დაგეგმილი, ორგანიზებული, განხორციელებული სიზუსტით, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს იყო არა ჩვეულებრივი პოლიციური ოპერაცია, არამედ სპეციალური დავალება. ალექსანდრე დააკავეს მისი სამსახურის ადგილზე, დილის 10 საათზე, როცა ის იჯდა თავის ოფისში და მუშაობდა პროექტზე, ამბობს ნინო ქავთარაძე, რომელიც დღეს ცხოვრობს თბილისში და რომელიც პირველად ეთანხმება ჩაწერას ამ ინტერვიუსთვის. მოვიდნენ 4 კაცი, 2 იყო უნიფორმაში, 2 იყო სამოქალაქო ტანსაცმელში. ისინი უთხრეს ალექსანდრეს, რომ მას ედებოდა ბრალი უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის და რომ ის უნდა წასულიყო მათთან განმარტებისთვის. ალექსანდრე იყო გაოცებული, ის ამბობდა,
რა უკანონო ოპერაციები. მე არ ჩამიდენია არაფერი უკანონო. მაგრამ ისინი არ ისმენდნენ, ისინი უბრალოდ აიყვანეს ის და წაიყვანეს. ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ მან სცადა, რომ გაერკვია რა მოხდა, მაგრამ არავინ არ უთხრა მას არაფერი. მე წავედი პოლიციაში, მე წავედი პროკურატურაში, მე წავედ ყველგან, სადაც შემეძლო წასვლა. მაგრამ ყველგან მე მითხრეს ერთი და იგივე, ეს არის საიდუმლო საქმე, ჩვენ ვერ გაგიზიარებთ ინფორმაციას. მაგრამ ნინო ქავთარაძე არ ჩერდებოდა, ის გააგრძელა ძებნა და საბოლოოდ მან იპოვა ადამიანი, რომელიც მუშაობდა პროკურატურაში და რომელიც დაეთანხმა, რომ ელაპარაკა მასთან ანონიმურად. ეს ადამიანი მითხრა, რომ ალექსანდრეს საქმე არ იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, ეს იყო პოლიტიკური საქმე. მან მითხრა, რომ ბრძანება ალექსანდრეს დაკავების შესახებ მოვიდა ზემოდან, ძალიან ზემოდან და რომ ეს ბრძანება იყო დაკავშირებული მერაბ კოსტავასთან. ნინო ქავთარაძე იხსენებს, რომ როცა მან მოისმინა ეს, მან გაიგო, რომ ალექსანდრე იყო მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც იყენებდა ადამიანებს როგორც ინსტრუმენტებს, როგორც მოქმედების ობიექტებს, როგორ გზებს თავიანთი მიზნების მისაღწევად. მე გადავწყვიტე, რომ უნდა მესაუბრა მერაბ კოსტავასთან, მე გადავწყვიტე, რომ ის უნდა იცოდეს სიმართლე, რომ ის უნდა იცოდეს, რომ ალექსანდრე იყო დაკავებული მის გამო, რომ ალექსანდრე იყო გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი მის დასაშინებლად. როცა ნინო ქავთარაძე მოვიდა მერაბ კოსტავას სახლში და უთხრა მას ყველაფერი, მერაბი იჯდა მოუძრავად და ისმენდა. გიორგი კოსტავა იხსენებს, ბიძია არ ამბობდა არაფერს, ის მხოლოდ ისმენდა და მისი სახე ხდებოდა უფრო და უფრო ფერმკრთალი, უფრო და უფრო მძიმე. როცა ნინო დაასრულა, ბიძიამ მხოლოდ თქვა, მე ვიცოდი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი გამოიყენებდნენ ჩემს მეგობრებს ჩემს წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა შევჩერდე. ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა დავანებო. ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ მან მაშინ კითხა მერაბს, მაგრამ რას აპირებთ? როგორ შეგიძლიათ გააგრძელოთ, როცა ისინი იყენებენ ყველას თქვენს გარშემო? და მერაბმა უპასუხა, მე გავაგრძელებ, რადგან თუ მე შევჩერდები, მაშინ ალექსანდრეს დაკავება იქნება უაზრო. თუ მე შევჩერდები, მაშინ ყველა ის ადამიანი, რომლებიც იტანჯებიან ჩემი გამო, იტანჯებიან უაზროდ. მე უნდა გავაგრძელო, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ მივცე მნიშვნელობა მათ მსხვერპლს. მაგრამ ნინო ქავთარაძე ასევე უთხრა მერაბს რაღაც სხვა, რაღაც, რაც იყო კიდევ უფრო შემაშფოთებელი. მე გავიგე, რომ ალექსანდრეს საქმეში იყო ერთი დოკუმენტი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო. ეს იყო ჩვენება ადამიანისა, რომელიც ამბობდა, რომ ალექსანდრემ მიიღო დიდი თანხა უცნობი წყაროდან და რომ ეს თანხა იყო განკუთვნილი ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ ეს იყო სრული ტყუილი, ალექსანდრემ არ მიიღო არანაირი თანხა უცნობი წყაროდან და ის თანხა, რომელიც მას ჰქონდა, იყო მისი საკუთარი ფული, რომელიც მან შეაგროვა წლების განმავლობაში. მაგრამ ეს დოკუმენტი იყო იქ საქმეში და ეს დოკუმენტი იყო ხელმოწერილი ადამიანის მიერ, რომელიც ამბობდა, რომ ის იყო ალექსანდრეს კოლეგა და რომ ის ნახა ალექსანდრეს, როგორ იღებდა ამ თანხას. ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ მან სცადა, რომ გაერკვია, ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ სახელი იყო გაუკითხავი, ხელმოწერა იყო გაუგებარი და არავინ არ იცოდა, ვინ იყო ეს მოწმე. მერაბ კოსტავამ მაშინ გაიგო, რომ სისტემა არ იყენებდა მხოლოდ დაშინებას, ის იყენებდა ტყუილს, ის იყენებდა ყალბმოწმეებს, ის იყენებდა ყალბდოკუმენტებს. გიორგი კოსტავა იხსენებს, ბიძია ამბობდა, ეს არის ის, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სისტემა, რომელიც არ ეფუძნება სიმართლეს, არამედ ეფუძნება ტყუილს. ეს არის სისტემა, რომელიც არ ეფუძნება მართლმსაჯულებას, არამედ ეფუძნება ძალადობას. ეს არის სისტემა, რომელიც არ ეფუძნება კანონს, არამედ ეფუძნება თვითნებობას. და ნინო ქავთარაძე, რომელმაც მოვიდა, რომ უთხრა მერაბს სიმართლე, გახდა ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებიც დარჩნენ მერაბის გვერდით, ის გახდა მისი მეგობარი, მისი მხარდამჭერი, მისი მოწმე იმ ბრძოლისა, რომელსაც მერაბი აგრძელებდა. მაგრამ რა მოუვიდა ალექსანდრე ჯავახიშვილს? რამდენი წელი მიიღო მან? და ყველაზე მთავარი, რატომ არ გამოიძია ამ საქმეს სიმართლე? რატომ დარჩა ეს ყალბი ჩვენება, ეს ყალბი დოკუმენტი, ეს ყალბი მოწმე ყოველთვის უსასჯელო? და როგორ შეიძლება, რომ სისტემა, რომელიც თავს უწოდებდა სამართლიანს, იყენებდა ასეთ მეთოდებს, ტყუილს, ყალბმოწმეებს, ყალბდოკუმენტებს, იმისთვის, რომ დაესაჯა ადამიანები, რომლებიც არ ჩაიდენდნენ არანაირ დანაშაულს. 1959 წლის ოქტომბერში, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც მერაბ კოსტავა დაბრუნდა საქართველოში, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ოლია დემურია, რომელიც უკვე გამოჯანმრთელ და იმუცნაური ავადმყოფობის შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა ზაფხულში, დაიწყო ლაპარაკი რაღაცაზე, რაც მერაბს არასოდეს არ უთქვამს, ის დაიწყო ლაპარაკი სიზმრებზე, ნიშნებზე, გაფრთხილებებზე.
მერაბის ძმისშვილი, გიორგი კოსტავა იხსენებს, დედა ოლია ამბობდა, რომ მას ყოველღამე ესიზმრებოდა ერთი და იგივე სიზმარი. ის ხედავდა შავ ფრინველს, რომელიც დგას მათი სახლის სახურავზე და უყურებს მათ. ეს ფრინველი არ მღეროდა, არ მოძრაობდა, მხოლოდ უყურებდა და დედა ოლია ამბობდა, რომ ეს იყო ნიშანი, ეს იყო გაფრთხილება, ეს იყო წინასწარმეტყველება იმისა, რაც მოვიდოდა. გიორგი ამბობს, რომ მერაბი თავიდან არ აძლევდა მნიშვნელობას ამ სიზმრებს, ის ამბობდა, რომ ეს იყო მხოლოდ სიზმრები, მხოლოდ ფანტაზია, მხოლოდ შიში, რომელიც დედას ჰქონდა იმის გამო, რაც მოხდა. მაგრამ დედა ოლია ამბობდა, შვილო, მე ვიცი, რაზე ვლაპარაკობ. მე ვიცი, რომ ეს არ არის მხოლოდ სიზმარი. ეს არის რაღაც უფრო მეტი. და მერე ერთ დღეს, ეს იყო ოქტომბრის ბოლო, დედა ოლია გაიღვიძა დილით და უთხრა მერაბს, რომ მას ჰქონდა ახალი სიზმარი. ეს სიზმარი იყო უფრო ცხადი, უფრო დეტალური, უფრო საშინელი. ის ამბობდა, რომ მან ნახა, როგორ მოდიოდა ადამიანები მათ სახლში, ისინი იყვნენ ჩაცმულები შავში, ისინი იყვნენ უსიტყვო, ისინი იყვნენ უსახო. ისინი შევიდნენ სახლში და აიღეს რაღაც. დედა ოლია არ იცოდა, რა იყო ეს, მაგრამ ის იცოდა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც მათ სჭირდებოდათ გადარჩენისთვის. გიორგი კოსტავა იხსენებს, რომ მერაბი იმ დღეს იყო ძალიან შეშფოთებული. ის ამბობდა, რომ მას არ ესმოდა, რატომ ჰქონდა დედას ასეთი სიზმრები, რატომ ამბობდა ის ასეთ რამეებს, რატომ იყო ის ასე დარწმუნებული, რომ რაღაც ცუდი მოვიდოდა. ბიძია ამბობდა, შეიძლება ჩემი დედა მართალია. შეიძლება ის ხედავს რაღაცას, რასაც მე ვერ ვხედავ. შეიძლება ის გრძნობს რაღაცას, რასაც მე ვერ ვგრძნობ. და მაშინ მოხდა რაღაც, რაც დაადასტურა დედა ოლიას შიში. 1959 წლის ნოემბრის პირველ დღეს მერაბ კოსტავას სახლში მოვიდა კაცი, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც მოხუცი მეგობარი ბანაკიდან. ეს კაცი იყო დაახლოებით 50 წლის, ჩაცმული მარტივად, მაგრამ მისი თვალები იყო ცივი, გამომთვლელი, უგრძნობი. გიორგი კოსტავა, რომელიც იმ დროს იყო სახლში, იხსენებს, ეს კაცი უთხრა ბიძიას, რომ მას ჰქონდა რაღაც მნიშვნელოვანი, რაც უნდა გადაეცა მას, ეს იყო წერილი ადამიანისგან, რომელიც იყო ბანაკში მერაბთან ერთად და რომელიც ახლა იყო ძალიან ავად. ეს კაცი ამბობდა, რომ ეს წერილი იყო ძალიან პირადი, ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ის უნდა წაიკითხა მერაბს მარტო. მერაბმა დაეთანხმა და ისინი შევიდნენ ოთახში, სადაც არავინ არ იყო. გიორგი ამბობს, რომ მან სცადა, რომ მოესმინა, რაზე საუბრობდნენ ისინი, მაგრამ ისინი საუბრობდნენ ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. როცა ის კაცი წავიდა, მერაბი გამოვიდა ოთახიდან და მისი სახე იყო ფერმკრთალი, თითქმის თეთრი. გიორგი კოსტავა იხსენებს, მე ვკითხე ბიძიას, რა მოხდა? რა იყო იმ წერილში და ბიძია მითხრა, არაფერი. არაფერი მნიშვნელოვანი. მაგრამ მე ვხედავდი, რომ ის ტყუოდა, მე ვხედავდი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც, რაც მას შეაშინა, რაღაც, რაც მას შეაწუხა. გიორგი ამბობს, რომ მან მოგვიანებით კითხა დედა ოლიას, იცოდა თუ არა მან რა მოხდა და დედა ოლიამ უთხრა, მე არ ვიცი რა იყო იმ წერილში, მაგრამ მე ვიცი, რომ ის კაცი არ იყო მეგობარი. ის კაცი იყო მესიჯერი იმ ადამიანებისა, რომლებიც მინდათ, რომ ჩემი შვილი დაეშინებინათ, რომ ჩემი შვილი შეეჩერებინათ, რომ ჩემი შვილი გაენადგურებინათ. დედა ოლია ამბობდა, რომ მას ჰქონდა გრძნობა, რომ ის კაცი მოიტანა არა წერილს, არამედ მუქარას, არა შეტყობინებას, არამედ გაფრთხილებას, არა მეგობრობას, არამედ საფრთხეს. და იმ ღამეს, როცა ყველა იძინებდა, დედა ოლია გაიღვიძა და დაინახა რაღაც, რაც მას არასოდეს დაავიწყდა. გიორგი კოსტავა, რომელიც მოგვიანებით მოისმინა ეს ამბავი დედა ოლიასგან იხსენებს, დედა ოლია ამბობდა, რომ მან გაიღვიძა და დაინახა, როგორ იჯდა მერაბი ფანჯარასთან და უყურებდა ღამეს. ის არ ძინავდა, ის არ მოძრაობდა, ის მხოლოდ უყურებდა და დედა ოლია ამბობდა, რომ მან იმ მომენტში იგრძნო, რომ რაღაც შეიცვალა, რომ რაღაც გაწყდა, რომ რაღაც დასრულდა. დედა ოლია მივიდა მერაბთან და ჰკითხა, შვილო, რატომ არ გძინავს? რა გაწუხებს? და მერაბმა უპასუხა, დედა, მე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან ჩემი გამო. მე ვფიქრობ ალექსანდრეზე, რომელიც არის ციხეში ჩემი გამო. მე ვფიქრობ ყველა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშინდნენ ჩემი გამო, რომლებიც დამშორდნენ ჩემი გამო, რომლებიც დაიკარგნენ ჩემი გამო. და მე ვფიქრობ, ღირს თუ არა ეს? ღირს თუ არა ეს ბრძოლა, თუ ის იწვევს ასეთ ტკივილს, დედა ოლია იმ ღამეს უთხრა მერაბს რაღაც, რაც მას არასოდეს დაავიწყდა. გიორგი კოსტავა იხსენებს, დედა ოლია უთხრა ბიძიას, შვილო, მე ვიცი, რომ შენ გაქვს ეჭვები. მე ვიცი, რომ შენ გაქვს შიში. მე ვიცი, რომ შენ გაქვს ტკივილი. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შენ გაქვს მისია, რომელიც უფრო დიდია შენზე, უფრო დიდია ჩემზე, უფრო დიდია ჩვენს ოჯახზე.
შენ იბრძვი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, შენ იბრძვი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია ბრძოლა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია საუბარი, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია წინააღმდეგობა. და თუ შენ შეჩერდები, მაშინ ისინი დარჩებიან მარტო, დარჩებიან უხმოდ, დარჩებიან უძლური. დედა ოლია ამბობდა, რომ მერაბმა იმ ღამეს ატირა, ის ატირა არა სისუსტისგან, არამედ ძალისგან, არა შიშისგან, არამედ გადაწყვეტილებისგან, არა ტკივილისგან, არამედ სიყვარულისგან. და იმ ღამის შემდეგ მერაბ კოსტავამ გადაწყვიტა, რომ ის გააგრძელებდა ბრძოლას, ის გააგრძელებდა წერას, ის გააგრძელებდა საუბარს, ის გააგრძელებდა წინააღმდეგობას. ის გააგრძელებდა მიუხედავად იმისა, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობრები იტანჯებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი იყო საფრთხეში. ის გააგრძელებდა, რადგან ის იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ მიეცა მნიშვნელობა იმ ადამიანების მსხვერპლს, რომლებიც იბრძოდნენ მის გვერდით, ერთადერთი გზა, რომ დაეცვა ის იდეალები, რომლებშიც ის სჯეროდა, ერთადერთი გზა, რომ შეენარჩუნებინა იმედი იმ მომავლისთვის, რომელშიც ის სჯეროდა. მაგრამ რა იყო იმ წერილში, რომელიც მოიტანა ის უცნობი კაცი? რა იყო იმ მესიჯში, რომელმაც ასე შეაშინა მერაბი? და ყველაზე მთავარი, რატომ არ უთხრა მერაბმა არავის, რა იყო იმ წერილში? რას მალავდა ის? რისი ეშინოდა მას? და როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც იბრძოდა სიმართლისთვის, თავად ინახავდა საიდუმლოებას, რომელიც შეიძლება ყოფილიყო გასაღები იმ ყველაფრის გასაგებად, რაც მოხდა მოგვიანებით. 1959 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, ზუსტად 2 კვირის შემდეგ იმ უცნობი კაცის ვიზიტის შემდეგ, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, მოხდა შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა დოკუმენტი, რომელსაც ოფიციალურად ეწოდებოდა სია პირებისა, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს დოკუმენტი არ იყო ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ქაღალდი, ეს იყო განაჩენი, ეს იყო სასჯელი, ეს იყო სიკვდილის ორდერი, რომელიც იყო შეფუთული ბიუროკრატიულ ენაში, რომ არავინ არ გაეგო მისი ნამდვილი მნიშვნელობა. ამ სიაში იყო 30 სახელი, 30 ადამიანი, რომლებიც სისტემა მიიჩნია საშიშად, 30 ადამიანი, რომლებიც უნდა განეიტრალებინათ ნებისმიერი საშუალებით. და მე-15 ნომრად იმ სიაში იყო სახელი, რომელიც იყო ხაზგასმული წითელი მელნით, მერაბ კოსტავა. გვერდით, პატარა ხელნაწერით იყო დაწერილი, პრიორიტეტული. განსაკუთრებული ყურადღება. ყველა საშუალება დასაშვებია. ეს დოკუმენტი, რომელიც დღეს ინახება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივში და რომელიც გახდა ხელმისაწვდომი მხოლოდ 2010 წელს, ავლენს იმას, რაც ყველა მეჩვობდა, მაგრამ არავინ არ შეეძლო დამტკიცება. მერაბ კოსტავას დევნა არ იყო შემთხვევითი, ეს არ იყო ადგილობრივი ინიციატივა, ეს იყო ცენტრალიზებული, დაგეგმილი, სისტემატური კამპანია, რომელიც მართავდა თბილისიდან, მოსკოვიდან, თვით კრემლიდან. ამ დოკუმენტში იყო ასევე დანართი, რომელიც დეტალურად აღწერდა რეკომენდებულ მეთოდებს ყოველი ადამიანისთვის იმ სიაში. მერაბ კოსტავას შემთხვევაში რეკომენდაცია იყო შემდეგი: გამოიყენეთ ოჯახური კავშირები. სუბიექტი არის ძალიან მიბმული დედასთან. ნებისმიერი ზეწოლა დედაზე გამოიწვევს სუბიექტის ემოციურ დესტაბილიზაციას. რეკომენდებულია ფსიქოლოგიური ზეწოლა, არა ფიზიკური, რათა თავიდან იქნა საცილებული საჯარო რეაქცია. ეს იყო ცინიკური, ეს იყო სასტიკი, ეს იყო გამოთვლილი. ისინი იცოდნენ ზუსტად, სად იყო მერაბის სისუსტე, ისინი იცოდნენ ზუსტად, როგორ უნდა დაერტყათ მას, ისინი იცოდნენ ზუსტად, როგორ უნდა გაეტეხათ ის. მაგრამ ვინ დაწერა ეს დოკუმენტი? ვინ შეადგინა ეს სია? ვინ გადაწყვიტა, რომ მერაბ კოსტავა უნდა ყოფილიყო იმ სიაში? და ყველაზე მთავარი, რატომ არ გაჟღერდა ეს დოკუმენტი ადრე, რატომ დარჩა ის დამალული 30 წლის განმავლობაში, რატომ არ იცოდა ქართველმა ხალხმა, რომ მათი გმირები იყვნენ არა მხოლოდ დევნილები, არამედ მიზნობრივად განადგურებულები. დღეს, როცა ჩვენ ვკითხულობთ იმ წერილებს, რომლებიც ოლია დე მურიამ დაწერა მერაბისთვის, როცა ჩვენ ვკითხულობთ იმ დოკუმენტებს, რომლებიც მერაბმა შეაგროვა, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიას, ჩვენ ვხედავთ გაკვეთილს იმის შესახებ, რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, რომ იმედი ყოველთვის გადარჩება, რომ სიმართლე ყოველთვის იქნება ძლიერი ტყუილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ცდილობდა განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ცდილობდა დაშინებას, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ცდილობდა გატეხას, ადამიანური სული, ადამიანური სიყვარული, ადამიანური ღირსება ყოველთვის რჩება, ყოველთვის გადარჩება, ყოველთვის იბრძვის, ყოველთვის იმარჯვებს. მაგრამ რჩება კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიპოვოთ პასუხები. სად არის ახლა ის დოკუმენტები, რომლებიც მერაბმა შეაგროვა?
სად არის ის ფული, რომელიც მისმა მეგობრებმა შეაგროვეს მისთვის? და ყველაზე მთავარი, რა მოუვიდა იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი იმ სისტემაზე, რომელიც ახორციელებდა იმ ძალადობას? მიიღეს თუ არა ისინი სასჯელი? მოითხოვეს თუ არა ისინი პასუხისმგებლობა? თუ ისინი გააგრძელეს ცხოვრება, თითქოს არაფერი არ მომხდარა, თითქოს ისინი არ იყვნენ ნაწილი იმ მანქანისა, რომელიც ანადგურებდა ადამიანებს. ეს კითხვები რჩება ღია, რჩება იმიტომ, რომ ისტორია არ არის დასრულებული, რჩება იმიტომ, რომ სამართლიანობა არ არის აღსრულებული, რჩება იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ჯერ კიდევ არ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ დაგვეცვა ის მეხსიერება, რომ დაგვეცვა ის ღირსება, რომ დაგვეცვა ის სიმართლე, რისთვისაც მერაბ კოსტავა და ოლია დე მურია იბრძოდნენ. მეგობრებო, როგორ უყურებთ თქვენ მერაბ კოსტავას და მისი დედის, ოლია დე მურიას ისტორიას? იყო თუ არა მერაბი მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც ანადგურებდა ყველას, ვინც ბედავდა სიმართლის თქმას, თუ ის თავად იყო პასუხისმგებელი იმ არჩევანზე, რომელიც მან გააკეთა? იყო თუ არა ოლია დე მურია წმინდა დედა, რომელმაც გაწირა ყველაფერი თავისი შვილისთვის, თუ ის იყო ადამიანი, რომელმაც უბრალოდ გააკეთა ის, რაც ყველა დედა გააკეთებდა? და ყველაზე მთავარი, ახსოვთ თუ არა თქვენს ქალაქში, თქვენს სოფელში, თქვენს ოჯახში ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ, რომლებიც იტანჯებოდნენ, რომლებიც გაწირეს ყველაფერი იმ იდეალებისთვის, რომლებშიც ისინი სჯეროდნენ. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა ეს ისტორია, ახსოვთ თუ არა ეს ადამიანები, ახსოვთ თუ არა ის მსხვერპლი, რომელიც მათ გაიღეს ჩვენი მომავლისთვის. მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ თქვენ გჯეროდათ, რომ სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ჩვენი ისტორია.